გასული კვირის ყველაზე სკანდალური თემა ნაციონალურმა მოძრაობამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ფარული ვიდეო ჩანაწერი აჩვენა, რომელმაც შემდეგ სოციალური ქსელები მთლიანად მოიცვა. დღეს უკვე ლამის ბავშვმაც კიცის, ვინ არის ეკა ყუშიტაშვილი. საზოგადოებისთვის ამ ისტორიაში ყველაზე აღმაშფოთებელი კი ის აღმოჩნდა, რომ ეკა, რომელიც საზღვაო წესებს არღვევდა, ისეთი გავლენიანი ფიგურა აღმოჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ ჩინოსნებში, რომ საბოლოოდ მისი მოთხოვნით საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტს არ ადასტურებს, თუმცა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ამ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო. სულ რამდენიმე წამში თქვენ პირდაპირ ეთერში შეხვდებით დღეს საქართველოში ყველაზე პოპულარულ ეკას. ეხლა კი ბელა ზაქაიძის სიუჟეტი. ეკა ყუშიტაშვილი აღიარებს, რომ სკანდალურ ფარულ ვიდეო ჩანაწერში ნამდვილად საპატრულო პოლიციის უფროსს დავით ცინარიძეს და მის მოადგილეს გოგა ჭანტურიას ესაუბრება. პირველი სკანდალური აღიარებითი ჩვენება ყუშიტაშვილმა იმედის კვირას ექსკლუზიურად მისცა. მაგ დროს დავურეკე გოგა ჭანტურიას და ვუთხარი, რომ მეთქი გოგა მიშველე ესეთი რაღაცაა და ხო გითხარით მეთქი, რომ ეს ადამიანი მაწუხებს, რომ გადმორეკეს და უთხრეს, რომ ამ გოგოს არ დაუწეროთ ჯარიმა და იმ ადამიანს თვითონ მიხედავდნენ. ისინი იყვნენ ერთად და მაშინ დათომ დაიყვირა, რომ შენ ალბათ არ ყვევო და მაგის გამო არისო, რომ გაჯარიმებოდა. მე ავუხსენი სიტუაცია. რათა შენ თავში თავ ტელეფონზე ლაპარაკობდი პეკინზე და ესენი გამომეკიდნენ ვაშაზე, რაც შეშხარა და ჩხარა არ დაგერნევა დავწია. ვიღაც ტიპი მყავს გადა აუდასო ვნახე რა. შენ თავს ფიცავარ ესე არის ლაპარაკები? აუცილებელია მაგკითხობს რომ ისოავთ. არა, უბრალოდ შენ თავს ფიცავარ და რაღაცა ამებზე არ გვინდა ხო? ამაზე ნუ ჩამეძებით და ამას ნუ გააშუქებთ რომ მე რაღაცა ვიღაცის თავს ვიფიცებ და რა. სიტყვა მისამოებისათვის ეძლევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ დავით ცინარიძეს. ყუშიტაშვილი ამბობს, რომ დავით ცინარიძე და გოგა ჭანტურია მეგობრის დაბადების დღეზე რესტორანში გაიცნო. ყუშიტაშვილს მეგობარმა, რომლის ვინაობასაც არ აკონკრეტებს, უთხრა, რომ საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნები პატრულთან პრობლემას მოუგვარებდნენ. ესეთ სიტუაციაში მოვხდით დაბადების დღეზე და გავიცანი მაშინ და მაშინ წამოიჭრა ეს თემა და თქვეს, რომ რაღაცა რო ამაწუხებს და მაშინ მითხრეს, რომ თუ კონკრეტული შემთხვევა კიდევ დაფიქსირდება, შენ შეგიძლია რომ პირდაპირ დაურეკო გოგა ჭანტურიას და უთხარი, რომ ესე მაწუხებს ეს ადამიანი და მე ეს თვითონ მიხედავს. გოგა. რა შევი? საჯაძე ვარ გაჩერებული ტელეფონზე ლაპარაკის გამო, იცი რის გამო? პეკინზე ლაპარაკობ ტელეფონზე და ის ხარი გახსოვს ტელეფონის ნომერს რომ მარცხნიდან რომ მირეკავდა მასუხებდა. იმ ტიპმა გადმოსცა ვიღაც უშხა მორიგებს, თურმე ეკა ტელეფონზე ლაპარაკობდა და სად ერეკლას და ჩემი აგით და სამსახურიდან გავაგდებ. არა, მომიწულად გადაის დააყენა თორე შენს მოისმე ხა ვის ლაპარაკებოდი. ხო, არა, აი პრობლემა არა. ჩემი ოჯახის წევრები არიან ეგენი. მაგალითად ეს გაბლატა. ძალიან კარგი თუ სამსახურიდან მოხსნეს. ყუშიტაშვილის განცხადებით საბურთალოს რაიონის პატრულთან, 305 ეკიპაჟის წევრთან გიორგი ჯღარკავასთან პრობლემები 2014 წლის დასაწყისიდან ჰქონდა. გიორგი ჯღარკავა პერიოდულად გაცნობის მიზნით აჩერებდა. ყუშიტაშვილი ამტკიცებს, რომ ამის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასაც მიმართა. იქ მითხრეს, რომ ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ჩვენ მივიღებთ ისეთ ზომებს, რომ ამ ადამიანმა აღარ შეგაწუხოს. მოკლედ ეს მივიდა უფროსამდე, მაშინ ალბათ ჯანყარაშვილი იყო უფროსი. დაჟემი ჯანყარაშვილსაც ვიხარ და მითხრა, რომ მაგას დადასტურება პროცესი რამე გაბილეთ ვიხარიო. ნაციონალურმა მოძრაობამ მიმდინარე კვირაში ორი ფარული ჩანაწერი გაავრცელა. პირველი 2014 წლის აპრილშია გადაღებული. ყუშიტაშვილს 206 ეკიპაჟი აჩერებს იმ საფუძვლით, რომ მძღოლის გვერდზე მჯდომს ღვედი არ უკეთია. დათო! ვინ არის დათო? დათო რა გახარ დათო? დათო ვინ არის? რა ვერ დაიმახსოვრე ჩემ მანქანაზე ვერ მოგამოჩენ. 40 ლარის დედა იცი რამდენი 40 ლარი მა. ჩემთან აპრეტენზიები გაგაჩნიათ. მეორედ 2014 წლის მაისში კი ყუშიტაშვილის გაჩერების საფუძველი ტელეფონზე საუბარია. ყუშიტაშვილს ვაჟაზე აჩერებენ, თუმცა დარღვევა პეკინზე 305 ეკიპაჟმა დააფიქსირა და შეტყობინება სხვა ბორტს გადასცა. იმან გამოჩერა თავგასებული როა? რა გვარია მხარი? ვის მეუბნები დავიცი? თანამშრომელს. გაიძრო გიზის. ჩემი მეწყვილე? კი, შენი მეწყვილე. რა ნომრები ხარ მხარი ცინარიძეს წერილი? ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ამ შემთხვევის შემდეგ გაათავისუფლეს თანამდებობიდან, მხოლოდ იმის გამო, რომ ის ასრულებდა კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ის უნდა აღდგეს.
გათავისუფლებულია თუ არა ჯღარკავა სამსახურიდან და რა გახდა გათავისუფლების საფუძვლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით მივმართეთ, თუმცა ოფიციალური პასუხი 5 დღის შემდეგაც არ მიგვიღია. ზეპირად კი პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ჯღარკავა სამსახურიდან არ გათავისუფლებულა. რატო? თქვენ სურვილი გქონდათ, რომ აგეწერათ პირადი განცხადება? კითხვა პასუხისკენ მივდივართ რა და მაგიტო გეუბნებით, თუ არ ვაპირებ ამას კომიტეტს გაკეთებ. ფარულ ჩანაწერში ჯღარკავა ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში აღარ მუშაობს. კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს, ვინაიდან სამსახურში აღდგენას ელოდება. არ მინდა პოლიცია ისეთი რაღაცაა, რომ უნდა დაბრუნდეს. სამსახურში კომენტარებით რაღაც ველოდები, ხო ყველაზე ხელოვნური საჭიროა. მიხდით ველოდები რაღაცა და სცენარი და შეიძლება. სამსახურში აღდგენას? და თუ არ აღდგენას სამსახურში, მე მოვწევ ინტერვიუს. ყურშიტაშვილი ეკატერინე, made in Tel Aviv. ეკა ყურშიტაშვილი დაიბადა და გაიზარდა სოფელ იყალთოში, თაღლაურას დასახლებაში. სკოლის დამთავრების შემდეგ მეზობელ სოფელ ახატელში გათხოვდა, თუმცა მეუღლეს ერთ წელში დაშორდა და თბილისში შვილთან ერთად წავიდა. ჩვენ ეზოშია გაზრდილი, კაი ბავშვი იყო ხოლმე სხვათა შორის, კარგი მოხდენილი ბავშვიც იყო. სანამ აქ იყო მაგისგან ესეთი უცენზურო სიტყვები არასოდეს არ გამიგია. კლასის დამრიგებელი ამბობს, რომ ეკა ყურშიტაშვილი მშობლებს შორის კონფლიქტს ძალიან განიცდიდა. მოგვიანებით მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მამა ჩეჩნეთში, დედა კი მოსკოვში წავიდა. ეკას ბებია ზრდიდა. უგზავნიდნენ ფულებს და ბები ამისი განაგებდა ამ ბავშვის ცხოვრებას. მქონდა მე ჩემი სალონი მქონდა, მუშაობდი. ყავდა საკმაოდ კარგი პუბლიკა. ეკა ახლა ნაქირავებ ბინაში საბურთალოზე ცხოვრობს. ამბობს, რომ სტილისტია და კლიენტებს სახლში იღებს. მისი მტკიცებით საკუთარი შემოსავლებით იყიდა $28,000 X5 და აშენებს ბინას საბურთალოზე. მას შემდეგ, რაც მთელი დღის მანძილზე გადიოდა ეთერში გადაცემის ანონსი, პატრულის თანამშრომელი გიორგი ჯღარკავა დაუკავშირდა ტელეკომპანია იმედს და აი რა თქვა მან, მოვისმინოთ ერთად მისი კომენტარი. ჩემს გამო არის ეს დიდი აჟიოტაჟი აგორებული და გაზაფხულზე ნამდვილად გადავეცი ეს მანქანა გასაჩერებლად და ბიჭებმა შემდეგში გააჩერეს, მაგრამ წამოსვის მიზეზი ის გახლავთ ბატონო ჩემო, რომ პირადი პატაკით წამოვედი, საზღვარგარეთ უნდა წავსულიყავი მე, მაგრამ ვერ მოხერხდა ჩემი წასვლა და შემდეგ დავწერე და განცხადებაზე, ანუ აღდგენაზე შევიტანე და დამაკმაყოფილეს დავინიშნებ ცხეთის სამხარეოში და ეგ იყო მეტი არაფერი არ მოხდა, ჩემი პირადი პატაკის საფუძველზე ვარ წამოსული. ამ გოგონასთან ინციდენტი ქონდა მანამდე? არა, არანაირი ინციდენტი არ ქონია მე პირადად ამ გოგონასთან. ეს გოგონა რო ამბობს თქვენ რაღაცა. ეს გოგონა ბევრ რამეს იძახის, მაგრამ მე შეხება არ მქონია თვითონ ამ გოგონას. უბრალოდ დარღვევაზე პოლიციელი ვიყავი და გადავეცი და გააჩერეს ბიჭებმა და შეუდგინეს მე როგორც ის შესაბამისი ადმინისტრაციული. მოდის აღადგინეს შესაძლოა. მე უკვე 2 დღე არაც მუშაობ, რა მოქვი თანამშრომელი ვარ. აი ეს ვიდეო მასალა რომელიც გავრცელდა. საიდან აღმოჩნდა იგივე ნაციონალური მოძრაობის ხელში? არ ვიცი, მე თვითონ პირადად ამაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და გამოძიება დაწყებულია და გამოიკვლევენ და შესაბამის რეაგირებას მიიღებენ. ანუ თქვენ ტექნიკურად გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ რასაც ჩაწერთ მე გადაიწეროთ პატრონებს? ტექნიკურად კი იყო მაგის შესაძლებლობა, კი ბატონო. რომ გადაგეწერათ. კი ბატონო, დიახ. და თქვენთვის იყო ცნობილი რომ ეს მასალა იყო ჩაწერილი? არა, მე არც ვიცოდი ამ მასალაზე არაფერი და მე თვითონაც ამ მასალასთან არანაირი შეხება არ მქონია. ნუ ერთი კარგი ამბავი ისერცოს ეს სიმპათიური პატრული აღდგა და დანარჩენს ვეცდებით რომ გავარკვიოთ. დანარჩენი ვეცადეთ რომ გავარკვიოთ. ეკა ყურშიტაშვილი პირველად პირდაპირ ეთერში იმედის კვირაში მასთან ერთად იმყოფება ბელა ზაქაიძე. ბელა, მოგესალმებით. ეკა გამარჯობა. მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. თუ შეიძლება ეკა პირველი კითხვა რომ აღვადგინოთ მეტნაკლებად სიტუაცია. თქვენ აღნიშნეთ რომ ბატონი დავით სინარიძე და გოგა ჭანტურია გაიცანით ერთ-ერთ შეხვედრაზე, სუფრაზე და აი რა ტიპის საუბარი შედგა და რა ტიპის პირობა მიიღეთ თქვენ მათგან? გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში მინდა ბოდიში მოუხადო მთელ საქართველოს ბავშვებს, მოზარდებს, მშობლებს ჩემი უცენზურო სიტყვებისთვის, რომელიც მოისმინეს და არ დაფარეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა. შემდეგ
მინდა კიდევ ბოდიში მოვუხადო ჩემს შვილს და მშობლებს ამ სიტყვებისთვის, რომ მათაც მოუწიათ ამ ყველაფრის მოსმენა. რაც შეეხება თუ შეიძლება კითხვაზე კითხვით გიპასუხებდა. ერთი წამით ნანიკო. არა, იმათაც მოუხადოს ბოდიში. თუ შეიძლება ნანიკო, ვიცი დადეცი. ეკა ნანიკოს რეპლიკა იყო. დიახ. ხო, ქალბატონო ეკა, თუ შეიძლება კითხვაზე კითხვით გადმოვალ და მე მინდა კითხვა დავუსვა. სრულიად საქართველოს, სრულიად საპატრულოს და ყველას საერთოდ მე ნაცნობი რომ ყოლოდა მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროში 1 წლის განმავლობაში ზუსტად გუშინ დავითვალე და 8700 ლარი მაქვს 1 წლის განმავლობაში ჯარიმა გადახდილი. თქვენი აზრით ამ ჯარიმებს გადავიხდით. მე მგონი ზრუა სტილისტად დავიწყო მუშაობა. კარგი მანქანა ყავთ. ნანიკო ერთი წამით ხო? უკაცრავად ეკა ჩვენ მოვისმინეთ რომ აი თქვენ ახლა ბძანებთ რომ მე რომ ყოლოდა ნაცნობი მაშინ ამ შემთხვევაში ამდენი ჯარიმა არ მექნებოდაო და ჩვენ მოვისმინეთ რეპორტაჟში თქვენივე მონაყოლი სადაც თქვენ ამბობდით რომ იცნობდით ამ ადამიანებს და იქაც ემთხვევა ხო დათო როდესაც ეძახით. კი ბატონო, ეხლა გეტყვით რა მოხდა, ანუ ჩემი ამ ვიდეოების გავრცელების შემდეგ იმ ხელაზე წოლა წამოვიდა და იმ ისეთი კომენტარები და ისეთი შეურაცხყოფები წამოვიდა ჩემ მიმართულებით, იძულებული ვიყავი რომ მე თქვა ის რომ მე ამ ადამიანებს ვიცნობდი და მაინტერესებდა ამით ხალხი გაჩუმდებოდა თუ არა. ანუ არ იცნობ კომპანია იმედს მოვხადო ბოდიში. ანუ ეკა თქვენ ახლა გადათქვით და თქვენ ახლა ცდილობთ გითხრათ რომ თქვენ არ იცნობთ ბატონ დავითს და ბატონ კი ბატონო, მე მინდა ბატონ დავითის და ბატონი გოგას ოჯახს მოვხადო ბოდიში, იმიტომ რომ მათ შეიძლება რაღაც პრობლემები შეექმნათ. მე ეს არ გამითვალისწინებია, რომ შეიძლება და რაღაც პრობლემა შექმნოდა მათ ოჯახებს, მე მათ არ ვიცნობ ნამდვილად. და ეს ყველაფერი იყო ანუ კი ბატონო, მაშინ სატელეფონო ძალიან დიდი შეცდომა. გასაგებია. ეკა, როდესაც გაჩერებდნენ და როდესაც თქვენ ურეკავდით, ანუ იმ ფაქტსაც ნუ ხელავთ, მოდით და ნუტირით. ძალიან გათავისუფლდი, ეკა, გათავისუფლდი. მოხდენილი. ეკა, არის მოხდენილი გოგო ხარ მშვენიერი. ნერვიულობს ეკა, არის ნერვიულოთ. პირდაპირ ეთერში ხართ, არნაირი პრობლემა არ არის. თქვენ იმდენი ხანია უკვე ყველა გიყურებთ და თქვენს კომენტარებს ისმენს, რომ ეკა, ძალიან ნუტირი. არის ტიროთ, ძალიან გთხოვთ. დავკნათ. ნუ იტიროს ახლა, ეტირება და გააქვთ სურვილი რომ განვაგრძოთ. მე ერთ რამეს კითხავ, თუ შეიძლება ეკა. თქვენი ნებართვით. იცით რა არის? ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ ყველას აბსოლუტურად მე ამ ადამიანებს არ ვიცნობ და უბრალოდ კარგი. აი, კარგი, მეგონა რომ ამით ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. კიდევ მინდა გითხრათ რომ ანუ მე დღეიდანს არც აღარ გამოვჩნდები არასოდეს არც მე და არც ჩემი მანქანა და ერთი იცოდეთ რომ აი მართლა არ მინდა ვინმე შეექმნას პრობლემა იმის გამო რომ მე რაღაც მოვიტყვე. ეკა, კარგი, შეიძლება ეკა, შენ თუ არ იცნობდი საპატრულო პოლიციის მაღალ ჩინოსნებს და მათთან თუ არ დაგირეკავთ, იმავე პატრულის ფარულ ვიდეო ჩანაწერში ჩანს ის, რომ სამორიგეოში, სადაც პატრულის თანამშრომელი რეკავს, აქვთ ინფორმაცია, ანუ მიწოდებული არის ინფორმაცია და რას ნიშნავს ის ინფორმაცია, ანუ რა შეტყობინებაა შესული? არანაირი შეტყობინება არ არის შესული, თვითონ გიორგიმ გადმორეკა, მე მგონი და უთხრა რომ გაუშვითო თუ რაღაცა, ნუ არ ვიცი. კარგი, ბელა, მე მესმის, შენ ხარ მაგარი ჟურნალისტი და სულ გინდა ამომწურავი და აი ყველაზე ამომწურავი პასუხი მიიღო, მაგრამ ძალიან ნერვიულობს ეხა და მე პირადად ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი მისი წრემლები რომ დავინახე. ერთადერთ კითხვას დაგისვავ ეკა, ზეწოლა მოხდაო ჩემზეო ამ დღეებში, აი ისეთი ზეწოლა იყო და ისეთი კომენტარებიო და ვისი მხრიდან პოლიციის კომენტარები გაკეთდა საზოგადოების მხრიდან, იმ საზოგადოების მხრიდან რომლებსაც არანაირი პოლიცია რაშუაში არიან. ანუ საზოგადოებიდან გამომდინარე ხდებოდა ეს ყველაფერი, უცენზურო სიტყვებით, ანუ მე თუ ერთ კონკრეტულ ადამიანს ბაგინე, დამიჯერეთ რომ თელმა საქართველოს მემაგინა სულ არაფრის გამო. კარგი, და მე დაუსახურებლად აგინე და თქვენ დაუსახურებლად გაგინეს.
ყველამ გამოიტანეთ თქვენი განაჩენი და არ მაინტერესებს აწი ვინ რა კომენტარს გააკეთებს და ვინ რა სიტყვის. არ შეიძლება. ყველა ძალიან მიყვარხართ და წარმატებები. ეკა, ერთი კითხვა მაქვს ბოლოს. ეკა, ერთი კითხვა მაქვს სულ ბოლოს. მე პირადად თქვენი ვიდეო გავაზიარეთ ჩემ კედელზე და დავაწერე ამას რძენი. თქვენ რომ გენახათ ჩემს მონაწილეობით აი ესეთი ვიდეო. რასები არ გამლანძღავდით? მოგეწონებოდათ? მოიყვება ბოდიში ნანიკო რა გინდა? არა, ვეკითხები უბრალოდ. მე ვარ მომხრე, მეგობრებო. ნანიკო ძალიან ცხარე კომენტარი აქვს, მაგრამ მე ვარ შენ კი არ გაგლანძღავდი პირველ რიგში. შენ ვინც აგიტვირთა ეგ ვიდეო, იმას გავლანძღავდი, გაიგე და ერთი ხალი მითხარით, რომელიც არ იგინება და მე ამ გინების გამო უკვე მოვიხადე ბოდიში, მე მგონი იმ ადამიანების წინ ვიგინები, მაგრამ სხვა ადამიანებს არ დამნეშავეთ. ეკა, მე ვარ მომხრე, რომ შევწყვიტოთ ჩვენი ინტერვიუ. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ეკა, ბოლოს გაგვიცინე, რომ დავწყავდე. ერთი თელაურად გაგვიიღინე რა. არა, მეგობრებო, შეიძლება სხვა ასპექტს მივაქცევ ყურადღებას. რაღაცას ამბობს ეკა. რაღაცას ამბობს შალო. დიახ ეკა. სუთელავია, სუგულავია, იცოდეთ. დიდი მადლობა ბელა შენ სტუმარსაც და შენს კიდე არ გაგვინოს ნახვამდის მადლობა მადლობა თქვენ გაიგზავნით უბრალოდ რამოდენიმე ასპექტზე